შავი კაბით და მოდური ტენდენციები, რაც სარა ჯესიკა პარკერს უკავშირდება, ეს გახლავდა არა მარტო ეს. Sex and the City-ის ვარსკვლავმა სარა ჯესიკა პარკერმა ზუსტად 29 წლის წინ იქორწინა მეთიუ ბროდერიკსზე. მაშინდელ გადაწყვეტილებაზე საქორწინო ცერემონიალზე შავი კაბას წმოდა მსახიობმა ახლა ისაუბრა. იცოდით რა შავი კაბა? არ ვიცოდი. ეხა გეტყვი. შავი არც არ ეცოდა, მაინც და მაინც ქორწილში რატო ეცოდა? ძალიან იშვიათად შავი. ხო და აი წყვილმა გადაწყვიტა რაღაცა განსხვავებულები არ ყოფილიყვნენ თუ რაღაც ეგეთი მოტივი. და რო არა სტუმრებისგან გამორჩეულები რო სტუმრების გავსად მართალია, მათი რაღაც ეგეთი შეექეთ, გამახსენდა. რაღაც ეგეთი მახსოვს. კი, წავიკითხო. პარკერის მაღალი მოდისადმი სიყვარულის გათვალისწინებით, ვინმე შეიძლება იფიქროს, რომ კაბის არატრადიციული შავი ფერი სერიოზული მოდური განაცხადისთვის შეირჩა. თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ამ შავმა საკულტო კაბამ ხანგრძლივ ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი, კინოვარსკვლავი ყვება, რომ მისი ერთადერთი მიზანი ქორწილში უხერხულობის გადაფარვა იყო. კაბა კი ერთ-ერთ ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძინა თურმე. სხვათა შორის ქორწილით საკმაოდ მოკრძალებული გამოვიდა, რადგან სულ რაღაცა 100 ადამიანი ესწრებოდა ამ ქორწილს. რასაც პარკერი 29 წლის შემდეგ ნანობს და ამბობს, რომ ჩვენ ამას ორშაბათს საღამოს გამართულ დიდ წვეულებად აღვიქვამდით, რასაც ახლა ვნანობ. დიდი ქორწილი უნდა და ესე. ახლა უნდა და ამ გადასახედიდან ალბათ მიხვდა, რომ ხო შეიძლება სხვანაირადაც გაუწიო ანგარიში სტუმრებს, არ აგზნობინო თავი, რომ შენ ხარ გამორჩეული, თუმცა მგონია, რომ მეფე პატარძალი ასე დროს კი გამორჩეულები უნდა იყვნენ. ალბათ რაოდენობაც მეტი სჭირდება. იმიტომ არის ქორწილი შენ იყო ყველასგან გამორჩეული. მაშინ გაიკეთებინა სახლში სუფრა და მივიდოდა ის ხალხი. მივიდოდა. მე მგონი ამაზეც ხდება გული, რომ მხოლოდ და მხოლოდ 100 ერთეული ამოარჩია. 100 ასეული ადამიანი. მე ვერცხლისფერი კაბა მეცვა 60 კაციანი ქორწილი, მაგრამ არ მწყდება გული. სხვებს დაწყდათ. მოდი გავაგრძელოთ სარას თემა, თუმცა თიკა შენიც საინტერესოა შეგვიძლია. მოდი შემდეგზე. კი ბატონო. მოგვიანებით სარა ჯესიკა პარკერს ერთ-ერთ გადაცემაში კითხეს საქორწინო სამოსის შესახებ, რა დროსაც თქვა რომ პირველივე კაბა იყიდა, რაც მაღაზიაში მოეწონა და ახლა რომ ავწყობდეს წვეულებას, ყველაფერს გადაათეთრებდა. ჩაიცომდა ლამაზ და ნამდვილ საქორწინო სამოს. უპირატესობას კი მარგალიტის ფერს მიანიჭებდა. მის შეცდომებზე ვისწავლოთ. კი. ფილმში, სერიალში არ ფილმში სასწაული კაბა საქორწილო. კი არ მახსოვს. კი, ფენებიანი და ძალიან საქორწილო. ბაშბადი და ბაშაბი. როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებაზე მსახიობს არაერთხელ უფიქრია და ნანობს კიდეც, რადგან დეტალურად აქვს წარმოდგენილი, რას მოირგებდა. ამბობს, რომ ახლა მსურს ჩემს კაბას ოსკარ დე ლა რენტა სტილი ჰქონდესო, ჯიბეებით წელს ქვემოთო, ძალიან გამოყვანილი კორსეტით და გრანდიოზული ქვედაბოლოთიო. გესმით, აი, რამდენ დეტალზეა. პარკერის დაწყებული ტენდენცია ტრადიციული წვეულების მოყვარული პატარძლებისთვის შთაგონებად იქცა ელენ პომპეომ, ავრილ ლავინმა, შენ გრაიმმა შავი სამოსით დადეს ქორწინების ფიცი, ანუ ერთ ჩაუყარა საფუძველი ასე ვთქვათ. ასოციაციურადაც ისამაკ რა, აი შავზე, აი არ მომწონს ქორწილში შავი, აი არ მომწონს. ქორწილში სტუმარზეც რაღაცნაირად ჩვენ პირიქით ვართ ხო საქართველოში, რომ აი შავი მაინც და მაინც კაბები არ უნდა იყოს ქორწილშიც კი. მით უმეტეს ყველაერიდება, იმიტომ რომ თეთრი პატარძლის ფერი და ის უნდა იყოს ყველაზე ნათელი წერტილი. ზუსტად. აი ხა თმაზეც გადავალ და აქვე ვარ მე რო ყოველი ბუნებრივი თმა. ფერადი სამოსი, მეტალის დიდი აქსესუარები, ბეწვი და პრინტიანი სამოსი, ეს ყველაფერი სწორედ Sex and the City-ის ერთ-ერთი პერსონაჟის მიერ მოდაში დამკვიდრებული ტენდენციებია. სარა ჯესიკა პარკერის ბუნებრივმა ვარცხნილობებმა გავლენა მოახდინა იმაზე, რომ იდეალურად გასწორებული თმა აღარ იყო ერთადერთი გლამურული ვარიანტი და ადამიანები მიხვდნენ, რომ ტალღოვანი და ხვეული თმაც ლამაზია. აბა როგორ. პარკერის სტილის მთავარი აქცენტია და მათთვის, ვინც კი ფეხსაცმელზე გადავედი უკვე პარკერის გემოვნებას იზიარებს, ფეხსაცმლის ხაზიც შექმნა ამისთვის მსახიობმა თუ დიზაინერმა. ზოგადად მიჩნეულია, რომ Sex and the City-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სერიალია, ეს სერიალი თანამედროვე ქალის სტილის ისტორიაში და კერი ბრედშოუს ლუკებმა რეალურად შექმნა რამდენიმე დიდი ტენდენცია, რომელიც დღესაც აქტუალურია და ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რაც შეეხება პარკერის და მეთიუ ბროდერიკის წყვილს, ისინი 1997 წლიდან დაქორწინებულები არიან და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ წყვილად მიიჩნევიან. გადაწყვეტილება, რომ საქორწინო წვეულებაზე სტუმრებისთვის ეგრძნობიან
აბინებინათ თავი უპირატესად და თავადაც მათ მსგავსად წმოდათ, წყვილმა ერთად მიიღო და ეს მხოლოდ ჯესიკას არ დიახ, როდერიკი ამერიკელი მსახიობი გახსოვთ, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია 1980-90-იანი წლების ფილმებით და ბროდვეის თეატრშიც თამაშობს და მისი როლებითაც დაამახსოვრა თავი მაყურებელს. აი მყარი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ხო იცი ეს ფერებიც რაღაც თითქოს რაღაც ბედს უკავშირებენ და აი შავი კაპით ქორწინებამაც ჩვენიერი 29 წლიანი ურთიერთობები აგერ დღევანდელ დღემდე მოიყვანენ და ყოჩახ. და ამ ქალმა რამდენი რამე დანერგა და აი ამ ერთმა პატარა ქალმა. მეტი რა ქნას თავის ტალღოვანი თვით. სიმა პატარა. მაშეთი პატარა მაშინ რეკლამა გამომაცხადა. კი, ოღონდ დავაანონსოთ, რომ შემდეგ ხუთშაბათს თიკას ქორწინებაზე გავაკეთოთ. მის კაბაზე, მის წვეულებაზე. 60 თუ 80 კაციან. 60 კაციან. 60 კაციან. კარგით,